რა მაინტერესებს იცი შენ ახლა ჭკვიანი ადამიანი ხარ განათლებული ხო რაღაცა შენებურად მაინც ხო და ბევრი რამე სიტყვების მნიშვნელობა და ახსნა განმარტება იცი და ერთი ის მაინტერესებს ისე ადამიანს ფული თუ ცვლის მაგალითად შეცვლა რას ქვი ანუ ფულს რო იშოვის გამდიდრდება გაფუჭდება ხო იციან თქმა რომ ფულმა გააფუჭო რაღაცა ადამიანს თუ ცვლის ფული ის მაინტერესებს ერთი ამაზე მიპასუხე ადამიანს ფული კი არ ცვლის ადამიანს ფული არ აფუჭოს ადამიანი თავიდან რაც არის ის არის რა ღარიბი რო ხარ ახლა ბოროტი ხარ თუ კეთილი ხარ ახლა იგივე გახთები როცა ფულს იშოვი უბრალოდ ფული გაძლევს იმის საშუალებას რომ ფულს რო იშოვი ბოროტი თუ ხარ უფრო ბოროტულ საქმეები არ გააკეთებ მაგრამ სიკეთეებს არ გააკეთებ რა ისე ბოროტად არ რჩები მაგრამ თუ კეთილი ხარ ადამიანი და ფული იშოვე და გამდიდრდი ახლა უფრო მეტი საშუალება გააქვს რომ მეტი სიკეთე აკეთო მე მაგალითად ახლა შემიძლია ვთქვა რომ კეთილი ვარ მაგრამ ფული რო არ მაქვს ახლა მე რაც მინდა გავაკეთო ბევრი სიკეთეები ვერ ვაკეთებ იმიტომ რომ ფული და საშუალება ვარ მაქვს ხო შეიძლება ადამიანს ფიზიკურად ვეხმარო რაღაცა ხელი გაუწოდო რაღაცა ხო დახმარება ხო რაც შემიძლია ხო ელემენტარული მაგრამ როცა ფული გააქვს და საშუალება გააქვს უფრო მეტი შეგიძლია უფრო ბევრი სიკეთის გაკეთება შეგიძლია და მეტი არ ცვლის ადამიანს ფული რა პირიქით ფული თუ გააქვს კეთილ ადამიანს უფრო კეთილი გამოგაჩენს იმიტომ რომ გააქვს იმის ფუფუნება საშუალება რომ დაეხმარო ყველას რა და გვერდში დაუდგე მე მგონი ასე არის რომ ფული ადამიანს არ აფუჭებს გაფუჭებული თუ ხარ თავიდანვე გაფუჭებული ხარ გინა ღარიბი და გინა მდიდარი გაფუჭებული ადამიანი ღარიბი თუ გამდიდრდა ისევე გაფუჭებული და ცუდი იქნება და ბოროტი ისე სიკეთეს არ გაიკეთებს მაინც თავზე იფიქრებს და მაინც სხვა არ აინტერესებს ფეხსედი რო უთხრა მას ესხე ფული ვარ გასესხებს მართალი ხარ ფულმა შეიძლება არ გააფუჭოს ახლა კეთილი ადამიანი მაგრამ ის მაინტერესებს ახლა მაინც ხო იციან ხოლმე რომ მაგალითად კაი ფულს თავი დავანებოთ პატარაობაში ან ბავშვობაში რო არის ადამიანი ან ბოროტი შურიანი ცუდი ხო რო გაიზრდება მაშინ თუ შეიცვლება ანუ ადამიანს თუ ცვლის დრო მაგალითად ბავშვობაში რო იყო კეთილი თბილი მოსიყვარულე რო გაიზრდება მერე თუ შეიცვლება ბოროტი თუ გახდება ან პირიქით თუ იყო მაიმუნი და ცუდი რო გაიზრდება თუ გამოკეთება ან ეგ მაინტერესებს წლოვანება და ეს თუ ცვლის ადამიანს არც დრო და წლოვანება და ადამიანს გასდა არ ცვლის ანუ ბავშვობაში რაც იყო ის ბოროტი მაიმუნი შურიანი короче თესლი პიდარასტი ის იქნება მერეც რო გაიზრდება შეიძლება რომ გაიზრდება უფრო უარესი გახდეს იმიტომ რომ ბავშვობაში იმდენად ვერ გამოხატავდა და ვერ არ ქონა შესაძლებლობები რა პატარა იყო და იმდენ ბოროტებას ვერ ჩადიოდა ხო და რო გაიზრდება და მიეცემა ძალა და რაღაცა უფრო მეტი ბოროტი და მაიმუნი იქნება რა ის არ შეიცვლება და კეთილი ბავშვი და ძდილობიანი და ისე პატიოსანი ისე რო გაიზრდება ჩვეულებრივად ისე კაი პიროვნება იქნება გინა დადებითად გინა იუმორისტულად გინა არ შეიცვლება რა იქნება კაი ადამიანი თბილი და კეთილი და უბოროტო რა არ ცვლის დრო და არც ფული არ ცვლის ადამიანს რა რაც დაიბადები თუ თესლი ხარ თესლად გეიზრდები და თუ კაცი ხარ თუ ბიჭი ხარ თუ ვაჟკაცი ხარ
პატარაობიდან და ბოლომდე გამოხდება ეს რა, არ ცვლის ადამიანს, არც ფული და არც დრო მე მგონი რა. რაც ეგ იგივეა მაგალითად პატარა ჯინჭარი დაგსუსხავს თუ არა, პატარა ჯინჭარიც ისუსხება და რო გეიზრდება ის უარა ეს ტრისას, თუ დაგსუსხა, მაინც ისუსხებ, ხო? იგივე არის ადამიანშიც არ იცვლება ადამიანი, რაც თესლი და პიდარასი ხარ ბავშვობაში, ის იქნები დაბერდები, მაინც ის იქნები ბოლოს მაინც. ჭაკვდები მომგონებელი შეიძლება არ ხავდეს არავინ. რა იყო ვინმეზე გაბრაზებული ხო არ ხარ რა იყო რა გევიგე ხო არ შეიძლება ადამიანი ესე იგი მართალი ხარ ხო ასი არის შენაზრებს გევითვალისწინებ ესე იგი ახლა რო გეიცნო კაცი რო არის მაიმუნი და უზდელი და უხეში და იდარასტი ის იქნება ისი იყო ბავშვობაში წეთყობა და ის გახდება ბებერი რო იქნება მაინც ბებერი ისი ოხ მიხდით მე მგონი ისი თმაც უნდა ხო მაგას ვამბობ დრო და ის ფული არ თვლის ადამიანს რაც იყო ბავშვობაში ის იქნება დიდობაში და სიბერეშიც ციო ვერც ფული შეცვლის და ვერც წლოვანებაა ის დაიბადები მაშინ ეგეთობა კოჭებში რა ხარ და რა იქნები და რა კაცი დარჩები და რა დგეიზდები საერთოდ